ძალიან კარგია, აი. ამუტალი. საკე, ყველაფერი იდეალურია. ადიო. ოკეი, მოდი დამეცინე. სარკეში დავიდატე. გამარჯობა, ეს კარტელის ახალი ეპიზოდი არის და დღეს მინდა რომ ერთ-ერთი ჩემი ოცნება ავისრულო და გავხდე მრბოლელი. იქიდან გამომდინარე რომ ეს სპორტი და ზოგადად ეს სფერო ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, არა მარტო ჩვენთან, ზოგადად მსოფლიოში. მოკლედ ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვისაც ერთ-ერთ თითქოს მიუღწეվել ოცნებად რჩება, რომ ვიყო მრბოლელი და მივიღო მონაწილეობა ისეთ შეჯიბრებზე, რომლებსაც მთელი ბავშვობა უყურებდი, ვადევნებდი თვალს, თავად მართო ეს მანქანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ჩემთვის იმდენად თითქოს მიუღწეվել ოცნებად რჩებოდა, რომ ყოველთვის ვფიქრობდი თუ როგორ შეიძლება ჩემი ფინანსებიდან გამომდინარე, ჩემი ბიუჯეტიდან გამომდინარე მიმეღო ის ემოციები, რაც რეალურად ამ რბოლას მოსდევს ხოლმე და ზოგადად ამ სფეროს მოსდევს ხოლმე. და რადგანაც ჩემი ბიუჯეტი ვერ წვდებოდა ამ თანხებს, რომ ეს ჩემი ჰობი იქნებოდა თუ რაღაცა ჟინი დამეკმაყოფილები და ამ სფეროში, გადავწყვიტე რომ ყველაზე დაბალი პოზიციიდან დამეწყო ნელ-ნელა განვითარებულიყავი. თუმცა, წავედი და ვიყიდე საჭე, PlayStation 5-ის, ვიყიდე VR სათვალე, ვირტუალური რეალობის სათვალე და ჩემდა გასაკვირად ისეთი შეგრძნებები მივიღე და ისეთი ემოციები მივიღე, რომ სწორედ ამიტომ მომიდა რომ თქვენთვის გამეზიარებინა ეს ვიდეო. სამომავლოდ არ ვიცი, შეიძლება ბევრს მოეწონოს ეს ვიდეო, ან იდეა ვიდეოსი და თუ რაღაც ამ თემატიკაზე განვითარება გინდათ და სურვილი გაქვთ კიდევ ვიდეოების ჩაწერის, კი ბატონო, მზად ვარ, არ მეზარება და სიამოვნებით ჩავწერ მსგავს ვიდეოებს კიდევ. მოკლედ, დღეს მინდა რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი თამაში ვითამაშო, რომელიც ძალიან ცნობილი თამაშია Gran Turismo, მაგრამ Gran Turismo VR-ით მგონია რომ საერთოდ სხვა სამყარო არის, არც შევადარებ ჩვეულებრივ 2D ან ტელევიზორს რომ ვიყურებთ, ეკრანს რომ ვიყურებთ იმ თამაშს, საერთოდ სხვა რეალობა არის და მოკლედ მინდა რომ დღეს ეს გავტესტოთ თქვენთან ერთად, მე უკვე გატესტილი მაქვს ბევრჯერ, მაგრამ მაინც მინდა რომ თითქოს პირველად ვტესტავდე, მაგრამ ეგრეც არის რა, ყოველი აი ამ სათვალის ჩასმა და Gran Turismo-s ჩართვა რაღაცა ახალი ემოციები არის ყოველთვის რა, ანუ არასდროს უბეზრდება. ნახოთ ერთად რა გამოვა, ვეცდები რომ მაქსიმალურად კარგად დაგანახოთ ის ემოციები და გრძნობები. Andi ახლა ჩავიცვათ. ვაუ. აი ყოველ ჯერზე მაქვს გივე შეგრძნება რა. იმდენად რეალურია. ნახე სვარკას შეხედე. იმდენად რეალურია ეს ყველაფერი, ნო? ხალხი როგორიც გავწდი. მოკლედ. ძალიან მაგარი გრძნობა. უსასვენებს გავიკეთებ. შეიძლება ცოტა ხმამაღლა მომივიდეს ლაპარაკი, მაგრამ ძალიან კაია. აი ისე
თითქოს გრძნობ როგორც ჩემი ხელებია რა. აქ რაღაც ისინი არის, ღილაკები არის, მოკლედ აი ეს სასწაულია. ხალხიც აი რო დადის, ძალიან მაგარი გრაფიკაა. ეს ნახე. დავით. ოპა. მიდი. თავარია რომ სწორად ყარება ვაისწავლოთ. და შეგრძნებები არის, აი ფანტასტიკური შეგრძნებები არის. ხედვაც ძალიან კარგია, აი. არ ვიცი რა უნდა ვქნა, ალბათ უნდა ნახო რა, შენ უნდა ნახო ეს რომ გაიგო და ძალიან მაგარია. აი თელი სხეულით ხარ ჩართული, გონია რომ მართლა აქ ხარ. ამინდი ძალიან მოქმედებს. ეხლა მგონია რომ აი ძალიან ცხელა ხელებზე და ცოტა აი ტვინს აქვს რაღაცა ტვინი ვერ აღიქვავს ბოლომდე რა ხდება, ან მგონია რომ ჰაერი რო არ მიბერავს, მგონია რომ რაღაცა არარეალობაში ვარ, მაგრამ სხვა დანარჩენი იმდენად რეალურია. სარკე, ყველაფერი იდეალურია. ეს ჩემი დაგდებული, გადაუვა. Idealurია. დავწყა. და ამას რო დავუმატო motion scam იქნება, რავი, რაღაც ფანტასტიკა. ყველაფერს, ანუ სიღრმეს გრძნობ, განსხვავება ეკრანსა და ამ VR სათვალეს შორის არის ის, რომ ეკრანში ვერ აღიქვავ, მაგალითად, აი აღმართს და აღმართს ვერ აღიქვავ სიღრმეს, აი ჰორიზონტს ვერ აღიქვავ კარგად და აქ იმდენად რეალური არის ეს ყველაფერი, რომ ეს რა ვაკარია. Idealurია. Ferrari Witch. ამდენი კეპიო. აი. ვოუ, სარკეში დავინახე. რა მურტალი იყო. ეს ჯიგარი რო ახნევს აქ. მოდი აბა მივუჩეროთ რა. წადიო? ოკეი.
ოკეი, ეხლა იდეა მაქვს, რომ მე ხა ძალიან მაიმუნობ თან ერთი სრული რბოლა რომ გადავიღო და ჩავწერო რა სიტყვით. როგორი აზრი არის და თუ ვყურებდით ეგეთ ვიდეოს თუ მოგეწონებოდა ამ ვიდეოს ნახვა. ჭაითან სიჩქარეებში რო რთავ და ესეც რო რთავს რა, ანუ ერთი ერთში. და ასევე რომელი ტრასის ხილვა მოგეწონა, მოდი დამეციო რა. პიტსტოპზე შემიძლია შევიდე. აი, მოდი გავაჩეროთ ახლა. აგერ VR-ზე შემიძლია რომ ცალკე ვიდეო ჩავწერო. VR-ზე შემიძლია რომ ცალკე ვიდეო ჩავწერო. იმიტომ რომ VR-ზე ცალკე გამოცდილება მაქვს თავიდან ყიდვის მომენტში ლამის გავყიდე, იმიტომ რომ მეთქი ეს რა საშინელება არის, მეთქი, იმიტომ რომ ცუდად გამხდა თავიდან და როგორ შევეჩვიე, ეგეც შემიძლია ავხსნა. პლუს, ძალიან მომინდა რომ ერთი სრული ტრასა რბოლა მთლიანად გადავიღო და ჩავწერო, ამიტომ რა ვგთხოვთ, გამოიწეროთ და აკომენტაროთ თუ გინდათ რომ გაგრძელდეს მსგავსი ვიდეოები. აბა, ჩაო, შემდეგ რბოლამდე.